გამარჯობათ მეგობრებო, ახლა ჩვენ გვსვავთ ქუდს და ჯერ მონახაზი გავაკეთოთ. საიდან უნდა დავიწყოთ? რა უნდა ვიცოდეთ? როგორ ქუდს გვსვავთ, ხო? მე არ მაქვს ახლა ასეთი ქუდი მოქსოვილი და დავიწყე ხატვა, არ შეგეშინდეთ ოღონდ. ახლა პირველ რიგში შემდეგ თან მიხვდებით რანაირ ქუდს გვსვავთ. პირველ რიგში ვიწყებთ აი ამ ადგილის ქსოვას დასაწყისი და პირველ რიგში გადაზომავთ რამდენი გჭირდებათ ეს. აი ასე. პირველ რიგში. შემდეგ დანარჩენს გავაგრძელებთ. აი აქ დავაწერ ახლა მე პირველს და დავიწყებ. ეხლა იფიქრებთ ეს რას გვიხსნის, რაც ვერ არ ვიცითო, ხო? ახლა მე ვიწყებ აი ამის ქსოვას და როგორ ვიწყებთ ქსოვას. აი ეს რაც მაქვს ახლა მე დაწყებული, მაგრამ არა დამთავრებული, თუ მიხვდებით, აი გაჩვენებთ რა უნდა მოვქსოვოთ და რას ვქსოვ ახლა მე. ნახეთ, ეს არის ქუდი. აი რო დაახურებ ბავშვს, აი ეს არის სახესთან და ახლა აი ეს უნდა მოვქსოვოთ და ეს უნდა იყოს ორმაგი. ვიწყებთ აქედან და უნდა იყოს აი ასეთი, ნახეთ. ერთი სიტყვით ახლა მე დავიწყებ, თანდათან მოვქსოვოთ და ვინც დაინტერესდება როცა ნახავს, მერე მოგქსოვოს. კარგით? საკმაოდ ვიღებ ძაბს აქეთ. პირველ რიგში მე ვთქვი, რომ გადაზომავთ, აი ხვდებით ხო, ეს არის სახე და გადაზომავთ აქიდან აქამდე, რამდენი დაგჭირდებათ. როგორ გადაზომოთ და რა ძაფით ქსოვთ და იმ ძაბზე რამდენი თვალი გჭირდებათ, ეს ვიდეო ჩაწერილი გვაქვს, შეგეძლიათ ჩემთან მოძებნოთ. ახლა ვიწყებ მე ქუდის ქსოვას და ვიწყებ, რომ მოვქსოვო აი ეს. ნახეთ, აი ასე მიკავია. ესაც ახსნილი გვაქვს ბევრკან, მაგრამ ახლა ქუდს ვქსოვთ და ყველაფერს აქ გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ არსად არ მოძებნოთ და არ ეძებოთ სად რა არის. ყველაფერი იქნება აქ. ახლა ნახეთ, ეს თვლები ისე უნდა ავიღოთ, რომ აი აქ გადაბმა მოხდეს. ამიტომ ხომ მიხვევია ორივე თითზე, აქ ნახეთ, აი ასე, ხო, დაიხვევთ ასე ახლა. აქედან რო წამოვალ და აქ მოვახვევ უკაცრავად. აქედან რო წამოვალ და აქ მოვახვევ, ეს ხო ერთმანეთზე გადადის, აი აქ, აი აქ. აქედან წავალ, იქით მოვახვევ. იქიდან წამოვალ, აქედან მოვახვევ. ქვემოდან ამოვდივარ ჩხირებს შუა. აქედან წავალ, იქით მოვახვევ. და ესენი აი ასე გადაჯვარედინდება აქ ერთმანეთზე. სხვაგან ვერსად ვერ წავალ, თუ სწორად გააკეთე. აი ასე მიკავია. ეს ასე მიკავია. ასე. შემდეგ ეს წამოვა აქეთ. ახლა აქედან წავა იქეთ. თითო აუცილებლად ერთი და იგივე ძაფი ერთ მხარეს არ მოახვიოთ, არ იქნება მაშინ ამ თვლებს შორის გადაბმა. ახლა იქიდან წამოვალ აქეთ,
აქედან წავალ იქეთ. ქვედა მხრიდან ამომყავს ძაფი თუ აკვირდებით თვალისთვის რომ მოვახვიო ჭხირს. აი აქედან მოვდივარ, ახლა აი აქედან მივდივარ. აი იქითა თითი ამ ჭხირზე ახვევს, ოღონდ ქვემოდან ამოდის, აქეთა თითი იმ ჭხირზე ახვევს, ოღონდ ქვემოდან ადის. აი ასე. აი ზუსტად ეს ვიდეო რო ჩავწერე მე, როგორ დაიწყოთ აი ასეთი ეს ჯემპერებიც იქსოვება ასეთი დაწყებით და საყელოებიც და დამიწერა რა სახვევ ამდენს ორათ უნდა ამდენი ძაფებიო და ამდენი თვლებიო, მაგრამ უნდა მეგობრებო, სხვანაირად არ გამოვა ის, რაც გინდა რომ გამოვიდეს. ნახე, აქედან იქით გავდივარ, იქიდან აქეთ. ქვემოთ ამ მხრიდან ამოვდივარ ყველა თვალის მოხვევისას. ეს ძაფითაც შეგიძლიათ, თუ ორი ჭხირი არა გაქვთ. თავიდან დაწყება სხვა ფერის ძაფით დაიწყეთ, ერთი რიგი გადაგსოვეთ, შემდეგ მოგსოვთ და შემდეგ იმ სხვა ფერის ძაფიდან რომ თვლებს ამოიყვანთ, იმ ფერს მოაშორებთ, დაშლით. ეს ვიდეოც გვაქვს ჩაწერილი. ახლა იმედია ეს ორი ჭხირი ასე ყველას ექნება, თუ არა და გამოიყენეთ წინდის საქსოვი ჭხირები და დაიხმარეთ. ერთი და იგივე რაოდენობის თვლები უნდა ავკინძოთ აი ამ ორივე ჭხირზე. თან ისე რომ აი ნახე აქ აი ასეთი გადაბმა უნდა იყოს. აქედან რო იქით გავდივარ და ქვემოთ ამ მხრიდან გადავდივარო, თვალი გამოვიყვანო, იქიდან აი ასე შემოვდივარ და აქეთ. ამიტომ ესენი ძალაუნებურად აქ ერთმანეთს მოეხვევა. აი ასეთნაირად გააკეთებთ. ახლა დააკვირდით რას ვამბობ. თავიდან აი აქ დასაწყისში მე ამ ჭხირზე ხო მოვდე ეს ძაფი რომ დავიწყო თვლების აღება. აი ამ ჭხირზე. ახლა აქ ვერ დავამთავრებ თვლების აწყობას. ერთი თვალით მეტი გამომივა ამასთან შედარებით და ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის თვლები უნდა მქონდეს. ხო დავიწყე აქედან იქიდან, აქედან იქიდან, აქედან დავიწყე, ამიტომ მე იმ მხარეს, იმ ჭხირზე უნდა დავამთავრო თვლების აწყობა. ერთი რაოდენობის თვლები რომ გამოგივიდეს. ახლა აქ ნახე, ამას დავტოვებ, აი ასე, გავწევ ერთს, მხოლოდ ერთი ჭხირით დავიწყებ ქსოვას. კიდევ ვიმეორებ, ერთ მხარეს ვტოვებ და ერთ მხარეს ვქსოვ. არა აქვს მნიშვნელობა რომელს დატოვებ და რომლიდან დაიწყებ ქსოვას. ერთი მხარე ეს თვლები ასე ჭხირზე ასხმული, აკინძული უნდა დატოვო და ერთი მხარე უნდა მოგქსოვო ჩვეულებრივად წაღმა. აი ერთმანეთთან როგორაა თვლები დაკავშირებული, თუ ზუსტად ისე აიღებ, როგორც გავაკეთე. შემოვბრუნდები და უკუღმა ვქსოვ. ის გარეთა პირი რაც არის, უნდა იყოს წაღმა ნაქსოვი, ერთი მხარე. საიდანაც დავიწყეთ, აი ეს უნდა იყოს სულ წაღმა. აქედან იქნება უკუღმა, ხო, თავისთავად.
მოგსოვ 4 რიგს, 5 რიგს, 3 რიგს, არ ვიცი, რამდენად გინდა რომ ეს იყოს დიდი, აი ეს. ახლა აქედან წაღმავგსო. შემოbrunდი. რადგან აი ეს უნდა იყოს სულ წაღმა ნაქსოვი. ეს ვერ გავაჩუმე. შემოbrunდები აქედან ისევ უკუღმა მოვგსო. აი ერთი მხარე იქსოვება წაღმა. უკვე გასაგებია, ხო? უკუღმა მხარეს უკუღმა ვგსოვთ. გარეთა პირიდან წაღმა მხარეს წაღმა ვგსოვთ. ერთი მხარე უნდა იყოს სულ წაღმა ნაქსოვი. და მხოლოდ ამ თვლებს ვგსოვთ, ის მეორე მხარე გველოდება. ჭხირებზე რო დავტოვეთ თვლები. ახლა ნახე. მე მოვგსოვე რამდენი რიგი. 1 2 3 4 5 6 რიგი მოვგსოვე და ვამბობ საკმარისია. შენ სად გამოიყენებ ამას და რამდენს მოგგსოვ, შენზეა დამოკიდებული. რამ ხელაზე უფრო მეტად ფართე გჭირდება ეს, აი ასე, უფრო დიდი გჭირდება თუ უფრო პატარა. რას ვაკეთებთ ახლა? უკაცრავად. ეს ჭხირი უნდა შევცვალო აქედან, თორე ეს 3 ნომერი ამასთან შედარებით და ვერ მოვგსო, ვერ გადავგსო ამით. აი ამას დავაყენებ აქ. აი ეს. ეს გველოდებოდა და მხოლოდ ეს მოვგსოვეთ ახლა ამ შემთხვევაში 6 რიგი. ახლა ნახე რას ვაკეთებთ. ეს გავწიოთ ცოტა ხანი იქით. ეს თვლები რომელიც გველოდება და ეს რომელიც მოვგსოვეთ. მოკეცავ ამ შემთხვევაში ჩვენ გვგსოვთ ქუდს და გვჭირდება ყველა თვალი.
სხვა შემთხვევაში შეიძლება შენ დაგჭირდეს ერთად ამოყვანა ამ ორივე თვლის, ასე ვთქვათ, 2 აქეთ იქით 2 ერთად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ცალ-ცალკე. აქეთ მხარეს ხოა წაღმართლები. აქ დააკვირდი, ესენი ხო ახლა უკუღმა. აქედან რო უყურებ ხო უკუღმა. არ მოგვიქსოვია, მაგრამ რო ავიღეთ ასე ახლა აქ, ხო? მეც მოვქსოვ უკუღმა. აქეთ ათვალს მოვქსოვ წაღმა. იქით ათვალს მოვქსოვ უკუღმა. შენაცვლებით ერთი თვალი აქედან, ერთი თვალი იქიდან. მე ახლა სქემისთვის ასე მჭირდება წაღმა და უკუღმა. შენ თუ შემდეგ რეზინას გააგრძელებ, მაინც აიღებ წაღმა და უკუღმა, ხო? თუ სქემას იწყებ აქედანვე პირდაპირ სხვა სქემას უცბად და არ გჭირდება არანაირი წაღმა უკუღმა და სხვა თვლები გჭირდება, ისე აიღებ ამ თვლებს აქედანვე. ნახე რას ვამბობ? მე ხო ვქსოვ ამ სქემას. ამ სქემაზე მე მჭირდება ეს რიგი წაღმა და უკუღმა და იმიტომ ვქსოვ ახლა წაღმა უკუღმას. თუ რეზინა მჭირდება, მაინც წაღმა უკუღმას მოვქსოვ, ხო? თუ სხვა სქემა უნდა დავაყენო, აქედან კი აღარ მოვქსოვ, ან ასე. იმ სქემისთვის შესაბამის თვლებს ამოვიყვან. აი პირდაპირ ნახე ახლა ეს ხოა ქუდი აქ სახესთან. აი ეს, რო დაიხურავს ბავშვი, ხო? თუ დიდი, რა ვიცი. აი, აქედან პირდაპირ აყენებს სქემას, თუ სქემით გსო. თუ შემდეგ მოგსოვ წაღმა უკუღმას, აიღებ იმ წაღმა უკუღმას. თუ ორ-ორი გინდა, ორს აიღებ ერთად, 2 უკუღმა აქედან, 2 წაღმა აქედან. თუ თითო გჭირდება, ახლა როგორც გსოვ, 1 აქედან, 1 იქიდან, წაღმა უკუღმა. თუ სხვა სქემა გჭირდება, იმის მიხედვით აიღებ პირდაპირ თვლებს. ერთი სიტყვით მგონი არ არის რთული, ხო? იმის თქმა მინდა, რომ ეს რომ მოგსოვე, პირდაპირ იწყებ რაც გინდა იმის ქსოვას, გადაგსოვა და გადმოგსოვა არ გამოგივა შუდაშუ რაღაც ლამაზი, ხო? ახლა ასე არა ეს აუცილებელი მე რასაც ვაკეთებ, შენ იქნებ სხვა სქემას აყენებ და ის სქემა დაიწყე პირდაპირ ის თვლები აიღე. რახანაკ მე ახლა წაღმა უკუღმას გსოვ და ასე გადაგსოვ და მერე სხვა სქემა დააყენო, ეს ძალიან ცუდად გამოგიჩნდება. ახლა მე ეს მჭირდება, შენ რა დაგჭირდება, რას მოიფიქრებ, ის დააყენე აქ რომ მოკეცავ ამას ერთად გადაგსოვის დროს. მაგრამ გაითვალისწინე, რომ ერთი თვალი, ახლა აქ 2 თვალი ერთად კლება არ გჭირდება, იმიტომ რომ ქუდს ჭირდება თვლების რაოდენობა, ხო? ბევრი თვლები გჭირდება. აი კიდევ მინდა რომ ნახო. ახლა შეხედე, ახლა აქ რო ორივე ერთად ამოვიყვანოთ, ეს ძალიან დაპატარავდება აქ და თავზე ძალიან პატარა ექნება ქუდი. არ გამოვა იმხელა რომ დაიხუროს ადამიანმა და ბავშვმა თუ ვინც. ამიტომ თითო ამოყავს. აი ახლა აქაც ჩვეულებრივად ამოყვანილი, ნახე, 1 აქედან, აი
ჩემი სქემა ასეთია, წაღმა უკუღმა მჭირდებოდა პირველი რიგი და ვქსოვ ისევ იგივეს ვაკეთებ. შენი სქემა როგორიც იქნება, რომ მოკეცავ, ისი ამოიყვანი, მაგრამ აუცილებლად თითო-თითო, ერთი აქეთ, ერთი იქით, ერთი აქეთ, ერთი იქით. მაგრამ ეს წაღმა მხარია, აი ეს წაღმა მხარია, გარეთა პირი და გაითვალისწინებ აქედან რა გჭირდება. თითო-თითო თვალი დაგვრჩა, დააკვირდი, რატო გითხარი თავიდან, რომ ერთნაირად უნდა გქონდეს ორივე ჭხირზე თვლები, როცა ვიღებდი თვლებს. აქ რო ახლა ეს ამოყავს, ხო? ორი თვალი დაგრჩეს ან აქეთ ჭხირზე ბოლოს, ან იქით. სად უნდა წაიღო მერე ის? ხო, ცუდად გამოჩნდება, თორე უკლებ, ხო, ახლა უსაშველო არაფერია, ხო? უკლებ და მორჩა, მაგრამ ეს ბოლო თვალია და აი ასე ამოვიყვან. გაითვალისწინე, რომ ზუსტად ერთნაირი რაოდენობის თვლები უნდა აიღოს სულ თავიდან, ორ ჭხირზე, როცა თვლებს იღებ, რომ აი ასე ერთნაირად გამოგივიდეს გადაგსოვა შემდეგ. ნახე, მოვგსოვე ახლა მე წაღმა უკუღმა, რადგან სქემას პირველი რიგი ასე ჭირდება და აი მოვგსოვე ეს. ახლა დავიწყებ შემდეგს. მე უკვე სქემას ვგსოვ. ამ სქემას მეორე მხარე შიგითა პირი უკუღმა მხრიდან ვგსოვ, რავი, როგორც გინდა თქვი, სულ წაღმა უნდა მოვგსოვო. როცა მოვკეცე და ეს პირველი სახესთან ეს გავაკეთე, ხო, რაც ახლა მოვგსოვეთ, პირდაპირ სქემა დავიწყე. გადაგსოვები უკვე აღარ გამოგივა ლამაზად. პირდაპირ უნდა ჩასვა, რასაც გსოვ. თუ რეზინას გსოვ, კიდევ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში ოკეი, როგორც გინდა. უკუღმა პირიდან მოვგსოვე წაღმა ერთი რიგი. ასე ვგსოვ ახლა ღიად, ხო? ქუდს. ახლა აქ ექნება ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ეს უკვე გარეთა პირია ქუდის. ეს სქემა თუ გაინტერესებთ არის. ჩემთან ჩაწერილი მოძებნით ნახავთ. თუ არა და აქაც, აი, ეს არის მეტი არაფერი. აქედან წაღმა უკუღმა, იქიდან წაღმა. მაგრამ აქედან რო გსოვ, უკუღმა სადაც ქონდა მოგსოვილი, ისევ იქ უნდა ამოიყვანო უკუღმა, იმ თვალისაყოლება. არეულ-დარეულად არა. ერთ თვალზე იქსოვება სულ უკუღმა, ამ მხრიდან ერთ თვალზე იქსოვება წაღმა უკუღმა. იქიდან სულ წაღმა. არის ეს ვიდეო.
ახლა უბრალოდ ქუდისთვის გამოვიყენე, ძალიან უხდება. შემოუბრუნდი, შიგითა პირიდან ვარ უკუღმა მხარეს და აქედან სულ წაღმავგსო. აქედან, რასაც ვქსოვდი უკუღმა, სულ უკუღმა იქსოვება ის. აი ხედავ ახლა, აქ არის განსხვავება, უკუღმა, წაღმა, უკუღმა. ეს უკუღმა თვლები აქედან მოდის, აქ რო სულ წაღმა ვქსოვ. აქედან ამ თვლებს უკუღმა ვქსოვ. უკაცრავად წაღმა ვქსოვ. და უკუღმა რომელიცაა, სულ უკუღმა იქსოვება ეს. აი წაღმა ვქსოვ, აი ამ თვლებს, რომლებზეც უკუღმა ზის ალაგ-ალაგ. სულ უკუღმა იქსოვება აქედან. აი ესაა წაღმა უკუღმა. ერთი და იგივე თვალი იქსოვება სულ უკუღმა. შემდეგი თვალი იქსოვება წაღმა. ერთი და იგივე თვალი, აი უკუღმები სულ უკუღმა. ერთი თვალი წაღმა, ერთი თვალი უკუღმა. მაგრამ იცოდე, რომელი ამოიყვანო სულ უკუღმა და რომელი წაღმა. მეორე მხრიდან ადვილია, იქიდან ყველა წაღმა იქსოვება. აი ნახე თუ მოგეწონა ეს სქემა და ამ სქემის მოძებნა დაგეზარა. შეხედე ახლა ჩანს. ეს თვალი იქსოვება სულ უკუღმა აქედან. ეს წაღმა იქსოვება აქედან. და იქიდანაც რო წაღმა იქსოვება, ეს უკუღმები მიტოზის აქ. და ეს უკუღმა თავისთავად იქიდან წაღმა და სულ უკუღმა. აი ერთი რიგი, სულ ერთ თვალზე მოდის. ერთი და იგივე თვალი იქსოვება აქედან წაღმა, ერთი და იგივე თვალი იქსოვება აქედან უკუღმა. აქედან სულ წაღმა. სქემაც ავაწყვეთ. აი ეს მოვქსოვეთ ახლა ჩვენ. შეხედე. ქუდია. ზუსტად რაც იყო აქ, ის გავაკეთეთ აქ და მგონი გასაგებია, ხო რა გავაკეთეთ? როგორ გავაკეთეთ უფრო სწორად? აიღებ ორ ჭხირზე, ერთს დატოვებ, ერთს მოგსოვ გარკვეულ რაოდენობას, მე მაგალითად 6 რიგი მოვქსოვე და საკმარისია. ახლა თუ უფრო ფართე გინდა, მეტი თვლები რიგი მოგსოვე. ძალიან დიდიც არ უხდება ახლა ამას, ძალიან ფართე რომ მოგსოვო. ერთი სიტყვით შენ გემოვნებით. ახლა ეს ქუდია, ნახე, სქემაც დავაყენე უკვე და როგორ დავაყენე, ნახე, მაშინვე როგორც კი გადავკეცე და თვლები ერთად ამოვიყვანე, პირდაპირ სქემა დავიწყე, მე გადაგქსოვები აღარ გინდა. თუ წაღმა უკუღმას ქსოვ, კიდევ მეორე იმ შემთხვევაში ამოიყვან და ქსოვ წაღმა უკუღმას. აი, ეს არის უკვე ქუდის დასაწყისი და აი ეს მოვქსოვეთ და ვიწყებთ უკვე აქ. ახლა შემდეგი და რას უნდა დააკვირდი? ახლა აქ ვნახოთ, აი. ნახე ახლა.
ახლა ვგსოვთ ამას, აი ეს, აქედან, რო დავიწყეთ, ხო? ავიღეთ თვლები, დავიწყეთ და ვგსოვთ. ეს უკვე რასაც ვგსოვთ, აი მოდის აქ. სადამდეც გვჭირდება, რომ უნდა გავჩერდეთ და მერე ხო ასე უნდა ჩამოვიდეს, ხო? აი ეს, ასე. ახლა, აი ეს უნდა გაზომო, შენ რამდენი გჭირდება. ეს არის მეორე უკვე. მეორე ნაბიჯი, ასე ვთქვათ, მეორე გადაზომვა, რაც გჭირდება. ამისი გადაზომვა გჭირდება აქედან აქამდე. აი ეს. რომ მოახურავ ბავშვს თუ ადამიანს, ხო, აი აქ ყელთან, აი აქ უნდა შეკრა ყელთან. და ეს სახეზე ხო უნდა გქონდეს კარგად. აი ეს უნდა გადაზომო, რამხელა მოგსოვო. ეს არის პირველი, რომ აი რამდენი თვალი ამოიყვანო, აქ როცა შეკრავ, აი აქ ყელთან, რომ ნორმალურად გქონდეს. მეორე ნაბიჯი ვგსოვთ აქამდე, სადამდე, მეორე აი ეს უნდა გადაზომო, ზუსტად. ახლა ვიწყებთ აი ეს, ანუ აი ეს, სადამდე უნდა მოვგსოვო. რომ შემდეგ უკვე ეს დავამთავრო აქ ამისი გსოვა, არ იყოს ძალიან უკან დიდი, ახლა ბავშვს თუ გსოვ, ზუსტად უნდა დაახურო თავზე, კარგად მოჯდეს, ხო ეს და აქ სადღაც შეკრავ, ხო? დიდისთვის თუ გსოვ, ახლა ზოგს უყვარს ასე გადმოშვებული ეს უფრო დიდად და შენი სურვილით გადაწყვიტავ, რამდენი მოგსოვ ერთი სიტყვით. ბავშვისთვის ან უნდა დაახურო და მოაზომო, ან ზომა უნდა აიღო, რამდენი მოგსოვო და იმის მიხედვით აქამდე მოგსოვო. ახლა რა ვშვრებით, ნახე. ამის გსოვას რო ვიწყებთ ჩვენ, ეს, ნახე. მე კი გითხარი, რომ ეს ზუსტად ავიღე და დავიწყე გსოვა, მაგრამ ნახე რისი თქმა მინდა. თუ შენ აი აქ ყელთან ხო უნდა შეუკრა, დაუშვათ ბავშვზე ვსაუბრობთ ახლა. ყელთან რო უნდა შეკრა, ასე გინდა პირდაპირ მოგსოვე და აი ასე შეკარი. აი სად წავიდა ეს პატარა. აი, ახლა ეს რო მოიტანე და აქ რო შეუკარი პირდაპირ აი ასე ბავშვს. თუ გინდა აი ასე იყოს და აქ გქონდეს ადგილი. მიმიხვდი ხო? აი ასეთი ხო უნდა გქონდეს, რომ აი აქ ნიკაპთან არ შეაწუხოს ამ ჩამოსულმა და პირდაპირ ასე რომ შეკრავ, არ შეაწუხოს ბავშვი და აი ასე ცოტა შორს იყოს და აი ასეთი კიბე გქონდეს, რაღაცა შორს გადაბმა. ამისთვის, აი ასეთი ამას გეუბნები, ნახე. ახლა ესაც აი ეს არის, ხო? იქიდანაც და აქედანაც. ეს გითხარი, რომ ეს ყელში წაუჭერს ბავშვს თუ ასე პირდაპირ შეკარი. აი ასეთი ადგილი გინდა, რომ დატოვო? ეხლა ეს ორი ძალიან სხვადასხვა ერთმანეთისგან, ხო? მაშინ ეს უფრო ცოტა გრძელი უნდა მოგსოვო, ეს და აქ რო შეაერთებ ამას. აი ასე, რო არ შეაწუხოს. და უფრო პრაქტიკული იქნება, თუ აქედან აქამდე რამდენიმე თვალი იქნება და ასე არ გადააბამ, ასე კი არ გადააბამ, აი ასე ცოტა შორს დატოვებ. ჩამოვა ლოყებთან, ნიკაპთან და ბავშვს აი ასე ექნება ეს ქვედა მხარე. ამისთვის, თავიდანვე ეს ხო აიღე ეს თვლები, უკვე იცი ხო როგორ მოვგსოვე ეს. და სქემას როცა იწყებ და ამ თვლებს იღებ, ნახე, 6 თვალი დავტოვე მე ეს. მერე საიდან მოიტანა ახლა ზუსტად ასეც. ხო გინდა რომ შენ ასე გადააბა, აი ასე, შეხედე რას ვამბობდი? და არა ასე. გონი მიმიხვდეთ ხო რას ვამბობ? ამისთვის, აი ასე უნდა, ასე რო გინდა რომ გააკეთო, ამისთვის უნდა დატოვო თავიდანვე ეს, რომ შეატრიალებ თვლებს და შეაერთებ და გადაგსოვ ორმაგად ვამბობ, ხო? ეს 5, 6, 4 რამდენიც გინდა დატოვე, ეს არ მოგსოვო, აქ დატოვე თვლები.
და აი აქედან დაიწყე ქსოვა ამ სქემის შემდეგ. და გამოგივა შემდეგ ეს რო დაგჭირდება აი აქ. ერთი სიტყვით მოგსოვ ამ რეზინას. რეზინა ქვია ახლა ამას კი არ გსოვთ რეზინას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეზინა ქვია. დასაწყისში და შენი ნება ასე მოგსოვ, მთლიანად მოგსოვ სქემას აიღებ, როგორც ახლა მე გავაკეთე ის პატარა ნიმუში. და თუ გინდა ასეთი იყოს და არ იყოს ასეთი ქუდი, ამ შემთხვევაში დატოვ 4, 5, 6 თვალი და შემდეგ ვნახავთ ამას როგორ გამოვიყენებთ. ეს უკვე ვთქვით. ახლა მოგსოვ აქამდე, ხო? გადაზომილი გაქვს, რამდენი გჭირდება? 10 სანტიმეტრი, 40 სანტიმეტრი, 80, არ ვიცი მე, რა ზომას გსოვ და მოგსოვე შენ აქამდე. ახლა მე გეტყვი, აქ რა უნდა გააკეთო. მე ეს თვლებიც დატოვილი მაქვს ასეთი სტილი, ასე ვთქვათ, ასეთი ფორმისთვის. ასეთ ფორმას არაფერი ჭირდება, მოგსოვ და გააგრძელებ ყველაფერს ჩვეულებრივად. იგივე სქემას ვგსოვდი, ნახე. მოგსოვილი გვაქვს ქუდი, რამ სიმაღლეც გვჭირდება, აი აქიდან აქამდე. ახლა ეს არის შიგითა უკუღმა მხარე, ხო? გადავგსოვე ნახევარი და ზუსტად შუაზე გავყავი რამდენი თვალიც მქონდა. 20 თვალი გაქვს, 80 თვალი გაქვს, 200 თვალი გაქვს, არ ვიცი, გადათვალე ნახევარი და ზუსტად შუაში ხარ, აი აქ. ახლა ამას, ეს არის ჩემთვის გარეთა პირი, ეს არის შიგითა პირი ქუდის, ხო? გარეთა პირს მოვაქცევ შიგით, აი ასე, აი ასე. იქითა თვალზე გადავიყვანი აქეთა თვალი. ზუსტად ერთნაირად მაქვს აქეთ და იქით. გავყავი შუაზე, ხო? აქამდე რაც გავაკეთე უკვე ნახე. ახლა ნახე, შიგითა პირიდან გადავგსო. და თვლებსაც დავხურო. ერთად ამომყავს აქედან და იქიდან თვლები. ამ ჩხირიდან, იმ ჩხირიდან. ახლა აქედან ის მომაქვს და დავხურა. იქ თვლებს არ ვტოვებ.
ორივე ჭხირიდან ერთდროულად ვიღებ ორ თვალს. შემდეგ ვხურავ ჩვეულებრივად, როგორც ვხურავთ თვლებს. გადმომაქვს აქეთ. აქედან ერთდროულად გამომყავს თვალი და მერე ვხურავ თვლებს. მე მგონი ჩანს კარგად რას ვაკეთებ, ხო? ნახე აქ. დავხურეთ ყველა თვლები შიგით ამ მხრიდან. აი ეს ბოლო თვალი. ახლა ვნახოთ. გამოვატრიალებთ, ეს არის გარეთა პირი. და აი მივიღებთ ასეთ სახეს. ეს თვალი აქ არ გაგიძვრეს, არ დაგეკარგოს, გჭირდება. გადაგსოვ შიგითა პირიდან და გარედან იქნება აი ასეთი. შიგიდან იქნება აი ასეთი. ეს გადაგსოვილი. მივიღეთ ქუდი. აი აქ ვართ ახლა და რას ვაკეთებთ ახლა მეგობრებო. აი ეს თვლები უნდა ავიღოთ ახლა ყველა. ორივე აი აქ ახლა გვჭირდება ჩვენ ძაფი რომ გადავგსოვოთ იქამდე, აი სადაც ვართ გაჩერებული. ახლა ამას მე აი ასე ჩვეულებრივ უბრალოდ ჩავაბამ და დავიწყებ გსოვას, მაგრამ თქვენ მერე ძალიან ლამაზად უნდა მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ზუსტად უნდა მოძებნო ნაპირი, აი ეს ნაპირი, რომელსაც რო გსოვდი და ამოდიოდი, აი აქ ნაპირს ყოტოვებდი. ყოველთვის რო ვამბობ ძაფი ისი არ გადაიტანო, გადმოიტანო. აი რამხელა მნიშვნელობა აქ, რამდენად ლამაზად ამოგსოვ ნაპირს. ეხლა ეს ჩვენ გვჭირდება აქ თვლები, რო ამოვიყვანოთ. აქ ჩამოვახვევ და ჩავამაგრებ. ასე დროებით. ახლა თუ დააკვირდები, მე ორივე თვალის ორივე ძაფი გამომყავს. ნახევარი არ გამომყავს, აი ასე გაგეწელება ის ნახევარი და აქ დაგრჩება ძალიან ცუდად, ამიტომ ნახე, ეს ხო არის რო გსოვდი აქ ზევით ორივე მხარე, ხო აქ თვალს ორი ნაპირი, აი ეს ორი გვერდი. ორივეში გამოიყვან თვალს. აყვები ასე მთლიანად და ორივე თვალის ორივე გვერდში მთლიანად აიღებ და გამოგსოვ. აი ასე. აუცილებლად ზუსტად ის აქედან არ აყვე, ან აქედან არ აყვე, საიდანმე, ზუსტად ის აი ნაპირი. თან თვალი, ორივე გვერდი. აიღებ მთლიანად და გამოგსოვ. აი ასე.
სხვა დროს როცა დაიწყებ, ხო, სულ თავიდან როცა დაიწყებ, აი ეს ძაფი აქ ხო იყო პატარა, ბევრად მეტი დატოვე, რომ აქ ძაფი დაგრჩეს, ახლა მეს ჩასაბმელი რო არ მქონიყო, ახალი კიდევ და ჩაანავსკო და ამაგრო და ჩამოაწყვიტო და აი როცა დავიწყეთ სულ თავიდან, მეს ცოტა იყო ეს ძაფი და აქ აღარ არის, ნახე. ახლა ეს გამომადგებოდა, რომ ამ ძაფითვე გადამექსოვა აქამდე, მეტი არ მჭირდება ეს, აქამდე მჭირდება. და ეს რომ მქონიყო მეტი, თვლების აღების დროს ვამბობ, იქ დატოვე მეტი, აი ამ ძაფის ჩაბმა აღარ დამჭირდებოდა კიდე ხელახლა. აი ეს წვრილმანები ძალიან გამოგადგებათ ყოველთვის, როცა იცი იქ უნდა მიბრუნდე და იქ კიდე რაღაც დაგჭირდება, ცოტა მეტი დატოვე. ახლა ეს თვალი ვიპოვო მე აქ, რომ მოვედი ეს რომ გადმოვქსოვე და მოვედი, აქ შუაში ხო იყო და აბა საწავა ეს თვალი აქ იქნება, ხო? აი ეს, აი რას ვამბობდი, ეს ძაფი მე აღარ მჭირდება. ამიტომ კიდე ზედმეტად რაღაცა დავამატე, კიდე რაღაცა დავამატე. ასე. ეს ძაფი მაქვს აქ, რომლითაც ეს გადმოვქსოვე და მე ვქსოვდი და აქედან გავაგრძელებ ამ ძაფით. ახლა ეს აქ დავამაგროთ და ჩვენ გავაგრძელოთ ეს, ხო? ახლა აქედანაც ვიპოვოთ ზუსტად თვალის გვერდები. ხო, კაი გაჩერდი. ასე. დარჩი შენ ადგილას. ასე, აი, თლიანი თვალის ორივე გვერდი და აუცილებლად ნაპირზე. აი, ასეთნაირად უნდა ამოიყვანო ესენი. აი, ახლა შეხედე მე რას ვამბობდი სულ თავიდან. ახლა აი, ასე კი არ შევაერთებ მე, აი, აქ გეუბნები, აქ უკვე ნიკაპთან ვართ, ხო? აი, ასე გავაკეთებ, ნახე, დავტოვებ ადგილს, რომ ქუდი ლამაზად მოერგოს ნიკაპთან. ადამიანს, ბავშვს, რა ვიცი, ამისთვის მაქვს აი აქ 6 თვალი დატოვებული. ამისთვის. რომ ასეთი გამოვიდეს. და თუ შენ არც ერთ თვალს აქ არ დატოვებ და სულ ასე ეს ხო მოგხსოვე თავიდან და დაიწყებ პირდაპირ სულ მთლიანად სქემას და ქუდის ხსოვას, ასეთი გამოგივა მაშინ. არ დაგრჩეს ამოსაღები თვლები, რადგან მერე აქ დიდ ადგილებს დაიტოვებს და გამოვა ულამაზო. ახლა ამას გადმოვიყვან მე ჩხირზე და გადავქსოვ. მერე აუცილებლად მივუერთებ იმ მეორე მხარეს. 6 თვალი დამიტოვებია. მე არ ვიცი რას მოვქსოვ, რა დამჭირდება, ამიტომ ჩვეულებრივად გადავქსოვ, როგორც თვლები ამოვიღე. ეს თვალი მე გადაბმისთვის დამჭირდება აუცილებლად. აი, ახლა ნახე, ჩვენ აქ სად ვართ ჯერის გავარკვიოთ. და რას ვაკეთებთ, მერე ის გავარკვიოთ. ახლა დაინახავ თვალნათლივ, ნახე რას ვაკეთებ. აი, სად მოვედით.
ნახე რატო ვამბობდი მე რომ დატოვე 5-6 თვალი 4-იც რო იყოს ისაც საკმარისია ყოველ შემთხვევაში ახლა ეს რო არ დატოვო აი ასე უნდა მიაბა აქ ხო მიხვდი ახლა რას ვამბობ აი ასეთი რო გამოგივა ასე იქნება მაშინ და თუ შენ ამ თვლებს აქ დატოვებ რას ნიშნავს როცა იწყებ უკვე ეს დაამთავრე და სქემა ააწყვე როგორც ავაწყვეთ წეღან ყველა თვალი არა დატოვე 5-6 თვალი და მე დანარჩენზე დაიწყე ის სქემა ესენი და მარტო ამოიყვანე ერთად აქით თვლები გადააბი მაგრამ აღარ გააგრძელო ქსოვა ის 5-6 თვალი აქ დატოვე აი ამას ვამბობ და ახლა ამას აი აქ ჩავკერავთ ლამაზად და ნახე ნიკაპთან როგორი გამოვა ქუდი მე მგონი ასეთი ჯობია აი ასეთი უფრო მოხერხებულია პრაქტიკული კარგად მომდგარია გარშია წუხებს და უფრო თბილადაც ალბათ არ ვიცი ახლა ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ასეთი ჯობია ასეთიც შეგიძლია ასეთი მოქსოვე თუ ქსო გრძელს აი ეს სახე აქ ნიკაპთან კი არა აქვს აი მკერდზე როა გახსნი და იქამდე როა ჩამოქსოვილი ის კიდე სხვა სტილია ის შეიძლება დიდებმა დაიხურონ ასეთი ახლა ბავშვს ისეთ სითბოსთვის ახურებ ხო ამას და ამ შემთხვევაში ასე ჯობია ასე ვთქვათ აი კიდე მინდა რომ გითხრა რომ გაერკვე რა გააკეთო აი აქ თავიდან ხო ავიღოთ ჩვენ აქ ეს მორჩა ხო ეს სქემა არ გააგრძელო 5-6 თვალი აქ ისე ჩატოვე აი აქ დატოვე სხვა ჭხირზე გადაიყვანე სქემა არ მოქსოვო და აქედან დაიწყე შენ სქემის ქსოვა დანარჩენი მთლიანი ქუდის რაც გაქვს ეს მოქსოვილი ეს 5-6 თვალი მე აქ აი ასე დაგხვდება რომელიც ძალიან გამოგადგება აი ასე ერთი სიტყვით ჩვენი ქუდის დასაწყისი მეგობრებო მოვედით აქამდე და შემდეგ გავაგრძელებთ შემდეგ ვიდეოში შევხვდებით წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ